რას ნიშნავს ანგარიში აქტიური და რას ნიშნავს ანგარიში პასიური? ზოგადად ანგარიშსო აქვს ერთნაირი ფორმა, ყველას ტესტ ფორმა აქვს. დასახელება, დებეტი, კრედიტი ყველას აქვს. გავიხსენოთ ეს? ანუ რა არის ანგარიშის აგებულება? ანგარიში გახლავთო ადგილი, სადაც რეგისტრირდება ერთგვაროვანი სამეურნეო ოპერაციებიო. ეს ფორმა აქვს ანგარიშსო, დასახელება აქვს, დებეტი აქვს, კრედიტი აქვს. დებეტი არის ის ადგილი, სადაც მიდის და თავსდება სამეურნეო ოპერაცია, კრედიტი საიდანაც მიდის. აქტივი და პასივი ვიცოდით ჩვენ აქამდე და ეს არის სამეურნეო ოპერაციების მდგომარეობა, გაჩერებული მდგომარეობაში მისი შედეგი, რომელსაც ჩვენ ბალანსში ავსახავთ აქტივებში და პასივებში, ხოლო დებეტი და კრედიტი აი ამ სამეურნეო საშუალებების მოძრაობა გახლავთ. ანუ ჩვენ რომ ვთქვათ, ფული მოვიდა საწარმოში ან წავიდა საწარმოდან, ჩვენ ასე ვიტყვით, ბუღალტრულ ჩანაწერს ასე გავაკეთებთ, დებეტი ფულიო, რომელიც გამოხატავს მის მოსვლას, კრედიტი ფული გამოხატავს მის წასვლას. მაგრამ როცა ვკითხულობთ ბალანსში, დებეტშია ფულიო, ასე კი არ ვამბობ, აქტივებშია ფულიო. ანუ ბალანსში ის გაჩერებულ მდგომარეობაში დევს. აქტივებშია ფული. ესე იგი, ჩვენ ვიყენებთ ანგარიშებს და აი ამ ანგარიშებით ვაწარმოებთ სამეურნეო ოპერაციებს. ჩვენ განვიხილეთ ანგარიშები როგორი იყო, აქტიური ან პასიური. დავთქვით, ანგარიში აქტიურია აქტივებისა და ხარჯების. რას გამოხატავს აქტიური ანგარიში? ნაშთი აქვს დებეტში, მისი ზრდა, ანუ თუ რაიმე სამეურნეო საშუალება იზრდება. აქტიური თუა მისი ანგარიში, მისი ზრდა უნდა დავაფიქსიროთ დებეტი. დებეტში იზრდება, კრედიტში მცირდება და ნაშთი თუ დარჩება, დარჩება დებეტში. პასიური ანგარიშები გახლავთ, ვალდებულება, კაპიტალი, შემოსავლები. პასიური ანგარიშის ბუნებაა. ნაშთი აქვს კრედიტში, იზრდება, კრედიტით მცირდება, დებეტით ნაშთი პერიოდის ბოლოს რჩება კრედიტში. და ამის ორი პატარა მაგალითი განვიხილეთ ჩვენ. ეს იყო ფულის და ვალდებულების ეს ორი მაგალითი. ანუ პირველ მაგალითში სალაროში გაზრდა დებეტებში ჩავწერეთ, შემცირება კრედიტში ჩავწერეთ. ნაშთი დებეტში დაგვრჩა. მეორე მაგალითში მოკლევადი არის ეს პასიური ანგარიში იყო. გაზრდა კრედიტში ჩავწერეთ, შემცირება დებეტში და ნაშთი დაგვრჩა კრედიტში. ესე იგი, ვისაუბრეთ ანგარიშების ტიპებზე, აქტიური, პასიური. ეხლა კიდე უნდა დავალაგოთ ანგარიშები სხვა ნიშნის მიხედვით. აქტიური და პასიური ანგარიშები გამოვყავით, იმიტომ რომ გაგვერკვია, რომელ მხარეზე უნდა მოხდეს ანგარიშის ზრდა და რომელ მხარეზე კლება. ჩვენ ახლა ვაპირებთ განვიხილოთ კიდე მუდმივი და დროებითი ანგარიში. ჯერ გავარკვიოთ, რას ვეძახით მუდმივ ანგარიშს და რას ვეძახით დროებით ანგარიშს. ეს საკითხი ჩვენ სინამდვილეში ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ საწარმოს ფინანსური მდგომარეობა აისახება ბალანსში, რომელიც გამოიხატება აქტივებით, ვალდებულებით და კაპიტალით. ესე იგი, ბალანსის მომზადებისთვის ვიყენებთ სამ ელემენტს: აქტივებს,
ვალდებულებას და კაპიტალს. მაგრამ ბალანსში ყოველთვის იკითხება სურათი. რა იყო ჩემი აქტივები, ვალდებულება, კაპიტალი? პერიოდის დასაწყისში, წლის დასაწყისში და რამდენია ბოლოს. აქ ყველაზე მთავარია კაპიტალს რა ცვლილება აქვს. კაპიტალი გამეზარდა თუ შემცირდა. აი ამ სურათს კაპიტალს რა მოსდის ჩვენ ვკითხულობთ მოგება ზარალში, სადაც აისახება შემოსავლები და ხარჯები. აი შემოსავლები და ხარჯები შედეგში გვაძლევს მოგებას ან ზარალს, ხო? და ეს მოგება ან ზარალი პერიოდის ბოლოს შედის კაპიტალში და ცვლის მას. ზრდის ან ამცირებს, მოგება ზრდის, ზარალი ამცირებს. მაგრამ ჩვენ ასე შევთანხმდით, რომ პერიოდის ბოლომდე არ დაუძახებდით ამ შედეგს, მოგებას ან ზარალს. პერიოდის ბოლომდე თითოეული სამეურნეო ოპერაციის შედეგი არ იქნებოდა ასახული არც მოგებაში, არც ზარალში, არამედ მთელი ამონაგები იქნებოდა შემოსავალი, რაც დაიხარჯა ის ხარჯი. ანუ პერიოდის ბოლომდე ჩვენ ვიყენებთ ორ ელემენტს კიდე, ეს გახლავთ შემოსავლები და ხარჯები. ესე იგი გაგვაჩნია ელემენტები, აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი. ესენი მუდმივი ელემენტები გახლავთ. მუდმივად სულ ხდება მასზე ჩანაწერები და არასოდეს არ იხურება. მაგრამ გაგვაჩნია კიდე ორი ელემენტი, შემოსავლები და ხარჯები და ისინი გახლავთ დროებითი. აი ახლა ეს ტერმინი გავარკვიოთ, რა შუაშია დროებითი. რაც ვისაუბრეთ ახლა? ერთი პერიოდის განმავლობაში ვიყენებ მე მას. პერიოდის ბოლოს შემოსავლებს გავაკლებ ხარჯებს, ამ დაგროვილ შემოსავლებს. გავაკლებ ამ დაგროვილ ხარჯებს, მთელი პერიოდის განმავლობაში დაგროვილს და ამ შედეგს პერიოდის ბოლოს დავარქმევ უკვე მოგებას ან ზარალს და წავიღებ და ჩავსვამ კაპიტალში მოგების ან ზარალის სახით. აი ეს ხომ თქვით მანამდე. ესე იგი პერიოდის ბოლომდე მუშაობს შემოსავალი და ხარჯი. ესე იგი დროებითია. ესე იგი განსაზღვრული აქვს დრო. ხლა ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, მეორე პერიოდში რა ვქნათ? მეორე პერიოდში ხელახლა გავხსნით ამ ელემენტებს, ოღონდ არ გვექნება არანაირი წინა ინფორმაციები შიგ შენახული. ყველა წინა ინფორმაცია იქედან ამოვიღეთ, ყველა შემოსავალი და ხარჯი ამოვიღეთ, გამოვაკელით ერთმანეთს, ამას უწოდეთ შედეგი, მოგება ან ზარალი და ის შედეგი ავდექით და მივამატეთ კაპიტალს. მოგების ან ზარალის სახით. ესე იგი აქ გავასუფთავეთ. ამ ანგარიშებზე, ამ უჯრებში ყველაფერი ამოვასუფთავეთ. აქ ინფორმაცია აღარა გვაქვს. ესე იგი შემოსავლები და ხარჯები მხოლოდ ერთი წლის ინფორმაციას მიგროვებს. მეორე წელს ხელახლა გავხსნი ამ ანგარიშებს, ანუ ამ უჯრებს და მხოლოდ იმ წლის ინფორმაციებს ჩავალაგებ შიგ. ყველა დანარჩენი ანგარიშები შემოსავლების და ხარჯების გარდა მუდმივად იგროვებენ ინფორმაციას, სულ აგრძელებენ, დამთავრდა წელი, დარჩა ნაშთი, კიდე შემოვიდა ახალი გავიდა, ანუ აგრძელებენ იქ ინფორმაციების დაგროვებას. ამიტომ აქტივების, ვალდებულების, შემოსავლებისა და აქტივების, ვალდებულებისა და კაპიტალის ანგარიშებს ვეძახით მუდმივ ანგარიშებს, ხოლო შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშებს ვეძახით დროებით ანგარიშებს. დროებითი ანგარიშები იხსნება ყოველი პერიოდის დასაწყისში, ახალი, დაგროვდება პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლები ან ხარჯებზე, პერიოდის ბოლოს მთელი ეს ინფორმაცია ამოიღება ამ ანგარიშებიდან, შეუდარდება ერთმანეთს შემოსავალი და ხარჯი და გადავა მუდმივ ანგარიშებზე კაპიტალში. აი ამ პროცესს პერიოდის ბოლოს ამ ანგარიშების დახურვას ვეძახით. ანუ ეს ანგარიშები ყოველთვის ერთი წლით მუშაობენ. ამიტომ ანგარიშებს ვეძახით დროებით ანგარიშებს. დააკვირდით ახლა, რადგან ანგარიშები ერთი წლით მუშაობენ და ჩვენ მთელ ინფორმაციას ვიღებთ ამ ანგარიშებიდან წლის ბოლოს, ესე იგი მათ არ დარჩებათ ნაშთი.
არ უტოვებთ არაფერს, ნულდება მათი ნაშთი, სუფთავდება ეს ანგარიშები, ეს უჯრები. თუ კი პერიოდის ბოლოს არ დარჩება ნაშთი, არც მეორე პერიოდის დასაწყისში არ ექნება ნაშთი. ხო ბუნებრივია? ანუ დროებითი ანგარიშები, მუდმივი ანგარიშებისაგან, რაც ჩვენ აღვზენით აქამდე, განსხვავდება იმით, რომ მათ არ გააჩნიათ საწყისი და ბოლო ნაშთი. მაგრამ მათ ყველაფერი დანარჩენი ისევე გააჩნიათ, როგორც მუდმივ ანგარიშებს. ანუ ისინი ჩვეულებრივად იმ ჩვენთვის ნაცნობ ტეზე აისახებიან, გააჩნიათ დებეტი, გააჩნიათ კრედიტი, დასახელება, იზრდება ერთ მხარეზე, მცირდება მეორე მხარეზე. გააჩნიათ ბრუნვის ჯამები, ანუ ბრუნვები ბოლოში რო ვწერთ, ის ჩვეულებრივად გააჩნიათ. მაგრამ პერიოდის ბოლოს და ეს ბრუნვა არის მისი ნაშთიც პერიოდის ბოლომდე. ოღონდ პერიოდის ბოლოს არ გააჩნიათ ნაშთი. ისინი პერიოდის ბოლოს იხურება, სუფთავდება, გაიცლება, გადავა შედეგი კაპიტალში და ახალ პერიოდის დასაწყისში ისევ ხელახლა გაიხსნება ეს ანგარიშები. მოდი ახლა ჩვენ ესეთი კატეგორიები ჩამოვაყალიბოთ უკვე ანგარიშების, ძირითადი ანგარიშები. ეს სახელწოდებები პირობითია. ეს გითხარით ზუსტად, დროებითი ანგარიშები წლის ბოლომდე არ იხურება, ყოველი თვის ბოლოს მათი ბრუნვა რაც არის, აი ეს არის მისი ნაშთი. პერიოდის ბოლოს, წლის ბოლოს უნდა განუნდეს და არა თვის ბოლოს. არა. ძირითადი ანგარიშები. ძირითად ანგარიშებს, აი ესეთი პირობით სახელებზე ვლაპარაკობთ ამ წუთში, მუდმივი, რეალური, საბალანსო ანგარიშები ესენი. აი მუდმივი და საბალანსო რატომ მივაბით ერთმანეთს? აქტივები, ვალდებულება, კაპიტალია მუდმივი ანგარიშები და ზუსტად ეს ელემენტებია, რომელიც აისახება ბალანსში. ანუ ბალანსში, რომელიც გამოიხატება, ის ანგარიშებია მუდმივი. ესენი გახლავთ აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი. დროებითი, ტრანზიტული ანგარიშებიო. ჩვენ ძირითადად პრაქტიკაში დროებით ანგარიშებს ვიყენებთ ამ ტერმინს და ტრანზიტულს ისე ხშირად არ ვიყენებთ, მაგრამ თავისი არსით ხო ტრანზიტულია ეს ანგარიშები. რაც ნიშნავს ტრანზიტი? გაიარა ეს შემოსავლები და ხარჯები და თავიდანვე ვიცოდით, რომ გავლით იყო ეს ინფორმაცია აქ. იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ის კაპიტალში უნდა მისულიყო. ანუ ყველა ვარიანტში ის ამას გაივლის და მივა კაპიტალში. გარკვეული დროით არის აქ დაგროვილი. ის ბოლოს კაპიტალში მიდის. ამიტომ ამ ანგარიშებს დროებით ტრანზიტულ ანგარიშებს ვეძახით და ესენი გახლავთ შემოსავლები და ხარჯები. გვაქვს კიდე ერთგვარი მარეგულირებელი ანგარიშები, კონტრალური. ეს ყველაფერი წერია თქვენთან, უბრალოდ გახაზვა მოგიწევთ. მარეგულირებელი კონტრალური ანგარიშები. ძალიან ვთქვილობ, რომ არ გაგირთულდეთ თქვენ ამდენი სისტემა, სახეობა ანგარიშების და აი კონტროლურ ანგარიშებზე ორი სიტყვით ვიტყვით ჯერ, მაგრამ მე პრაქტიკაში მას თანდათანობით გამოვიყენებ. მე მინდა აგიხსნათ არსი კონტროლური ანგარიშების. ახლა მიუბრუნდები ისევ ამ საკითხს. მუდმივი და დროებითი ანგარიშები. რაიმე განსხვავებული ხასიათის კი არ არის, გარდა იმისა, რომ დროებით ანგარიშებს არ აქვს წინა და ბოლო ნაშთი. სხვა არაფრით არ განსხვავდება ის მუდმივი ანგარიშებისგან. ჩვეულებრივად იწარმოება. ჩვენ ვიცით ანგარიშთა ტიპი ორი სახის და ის არ იცვლება, აქტიური და პასიური. ანგარიშების აქტიურობა და პასიურობა ყველა ტიპის ანგარიშს შეეხება. დროებითი ანგარიში თუ მუდმივია, ის აუცილებლად ან აქტიური უნდა იყოს, ან პასიური უნდა იყოს. ანუ სხვა ტიპის ანგარიში არა გვაქვს. აქტიური ან პასიური ანგარიში გვაქვს. მაგრამ აი ის აქტიური ან პასიური ანგარიშები არის მუდმივი ან დროებითი. მაგალითად, ჩვენ თუ წინა სლაიდს გავიხსენებთ, აქტიური ანგარიშები იყო აქტივების ანგარიშები და
ხარჯების. აქტივების ანგარიშები და ხარჯების. ეხლა ერთი აქტივები მუდმივი ანგარიშებია, არ იხურება არასდროს, ხარჯები დროებითი ანგარიშებია. მაგრამ ისინი ორივე აქტიური ანგარიში. რას ნიშნავს აქტიური? იზრდება დებეტით, მცირდება კრედიტით. აი ნაშთი მუდმივებს, ანუ აქტივებს ექნება დასაწყისში და ბოლოში, თანაც დებეტში. მაგრამ დროებითებს ხარჯებს ნაშთი არ ექნება დასაწყისში და ბოლოში. განსხვავება იქნება ეს. ანუ მუდმივ დროებითი განსხვავდება მარტო ნაშთი აქვს ან არ აქვს, ამითი. მეტი არაფრით. მაგრამ ყველა ანგარიშები ან აქტიურია, ან პასიურია. პასიურ ანგარიშებში ჩვენ ვახსენეთ ვალდებულებები, კაპიტალი, შემოსავლები. ყველა პასიური ანგარიში იზრდება კრედიტით, მცირდება დებეტით. ვალდებულებები და კაპიტალი მუდმივია და ნაშთი აქვს. პასიურ ანგარიშებს ნაშთი საით ექნებათ? კრედიტში. და შემოსავლები დროებითია და ნაშთი არ აქვს. ამით განსხვავდება დროებითი და მუდმივი ანგარიშები. ეხლა შემოვიტანეთ კიდე აქ ახალი ტერმინი დავამატეთ მარეგულირებელი კონტროლური ანგარიშები. არც ერთ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ კიდე რაღაცა მესამე სახის ანგარიშები გვაქვს. არა, ეს მარეგულირებელი კონტროლური ანგარიშებიც ან აქტიურია, ან პასიურია. ანუ კიდე ერთხელ გიმეორებ, სამი ტიპის ანგარიში კი არა გვაქვს, ორი აქტიური ან პასიური. მარეგულირებელი კონტროლური ანგარიშები ეს შეიძლება ცალკე ჯგუფათაც არ ჩავთვალოთ. უბრალოდ ასეთი სახის ანგარიშები იქნება შერეული იმ თქვენ ანგარიშთა გეგმაში და არ დაემორჩილება ჩვეულებრივ ბუნებას. იქნება ჩვეულებრივი ბუნების საწინააღმდეგო, კონტროლური. ანუ საწინააღმდეგო ბუნება აქვს ჩვეულებრივთან დაკავშირებით. ახლა რა მაქვს მხედველობაში ჩვეულებრივს რომ ამბობ? თუ კი ვიცი რომ აქტივები აქტიური ანგარიშებია. ესაა მისი ჩვეულებრივი ბუნება, ხო? აქტივებია, ესე იგი აქტიური ანგარიშებია. ესე იგი დებეტით იზრდება, კრედიტით მცირდება. ეს იყო მისი ჩვეულებრივი ბუნება. თუ კი მე აქტივებში მექნება კონტროლური ანგარიში, ის იქნება მისი საპირისპირო. ესე იგი კონტროლური ანგარიშები რატომ გჭირდება, რატომ ვიყენებ? ამას თანდათანობით აქვს მithქვევით. მე მჭირდება ის მისი ძირითადი ანგარიშის გასასუფთავებლად, შესასწორებლად. მაგრამ თან კიდე ამ ძირითად ანგარიშზე მინდა დავტოვო ეს ინფორმაცია და არ მინდა ამოვაგდო. იქაც ტოვებ და საწინააღმდეგო ჩანაწერს ვაკეთებ აი ამით. დამხმარია, ის ცალკე არ არსებობს კონტროლური ანგარიში. ყოველთვის არსებობს იმ ძირითად ანგარიშთან, რომელთანაც ის გაიხსნება რაღაცის გასასწორებლად. ამიტომ გასწორება საპირისპირო ჩანაწერს გულისხმობს და იმ ძირითად ანგარიშს, მაგალითად აქტიურ ანგარიშს გაუხსენი გასასწორებელი რაღაცა დასარეგულირებელი ანგარიში. მისი საპირისპირო იქნება, კონტროლური იქნება, ანუ იქ თუ აქტიური ანგარიში სადებეტო მხარის ნაშთი აქვს, დებეტში იზრდება, კრედიტში მცირდება, მისი კონტროლური ანგარიში იქნება პასიური. ამიტომ აი ეს სახე კი არ არის ახალი, ისევ აქტიური და ისევ პასიურია, მაგრამ კონტროლური ანგარიში სადაც გექნებათ გამოყენებული, იმ ძირითადი ანგარიში რა ტიპისიც არის, იმის საწინააღმდეგო იქნება ეს. აქტივებში გაქვს გახსნილი კონტროლური ანგარიში, პასიური იქნება. კაპიტალში გაქვს გახსნილი, ვალდებულებაში გაქვს გახსნილი კონტროლური ანგარიში, რომლებიც პასიურებია თავის ბუნებით. ის აქტიური იქნება, ანუ საწინააღმდეგო იქნება. მარტო ეს. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ მეტ ინფორმაციას ვერ მოვერევი, ამ ეტაპზე. ცოტა წავიდეთ წინ და მე კონკრეტულად შეგხვდება იქ ჩვენ კონტროლური ანგარიშები და ახსნით, რატომ ჭირდება ეს საწინააღმდეგო ბუნება. ესე იგი ჩვენ ვამბობთ, ჩვენ გვაქვს ძირითადი ანგარიშები, რომლებიც არის მუდმივი ანგარიშები, რომელიც არის საბალანსო ანგარიშები, რომელმაც საბოლოო ჯამში თავი უნდა მოიყაროს ბალანსში. ისინი არ იხურება, არ არის დროებითი, მუდმივია. ესენი გახლავთ აქტივები, ვალდებულება, კაპიტალი. აბა თუ შევძლებთ ამ ანგარიშებიდან გამოვყოთ აქტიურები და პასიურები.
აქედან თუ შევძლებთ გამოვყოთ აქტიურები და პასიურები. აქტივები, ვალდებულება, კაპიტალი. აქტივები აქტიურია. ვალდებულება, კაპიტალი პასიურია და ადვილია, იმიტომ რომ ვალდებულება, კაპიტალი პასივებში იწერება და პასიურია მეუბნება. აქტივები აქტივებში იწერება და აქტიურია. აქ ძალიან ადვილია. რაც შეეხება დროებითი ტრანზიტული ანგარიშები. აი ესენი გახლავთ შემოსავლები და ხარჯები. აქედან უნდა გავყოთ ახლა. შემოსავლები პასიურია, ხარჯები აქტიურია და ეს კითხვა დაისვა წეღან და ახლა უნდა ვაპასუხოთ. რატომო? რატომ არის? უფრო ასე დაისვა კითხვა აქტიური რატომ არის ხარჯიო? შემოსავლები რომ პასიურია, მას ეთანხმებით? კარგით. რა არის შემოსავლები და ხარჯები? საიდან არის გამოსული და რისთვის მჭირდება? შემოსავლები და ხარჯები გახლავთ მოგების ან ზარალის დროებითი მდგომარეობა. ანუ მოგება გაშლილია მთელი წლის განმავლობაში დროებით და გაშლილად შემოსავლისა და ხარჯის სახით არის წარმოდგენილი. მერე ბოლოში იკუმშება ეს და მათ შორის სხვაობა რაც იქნება წავა ის სად? კაპიტალში. კაპიტალი როგორი ანგარიშია? პასიური. ესე იგი იმ პასიური კაპიტალის ანგარიშის შემადგენელი ორი ნაწილია შემოსავლები და ხარჯები, ოღონდ დროებით. ბოლოს უნდა გადაიქცეს კაპიტალად. წლის განმავლობაშია ის შემადგენელი ნაწილი პასიური. წყაროა ის, კაპიტალი ხო წყაროა. და იმ წყაროს ორი შემადგენელი წყაროა შემოსავალი და ხარჯი. შემოსავალი კაპიტალისნაირია, ანუ შემოსავალი იზრდება, კაპიტალი იზრდება. ანუ პირდაპირი ნიშნით არის შემოსავალი კაპიტალთან. ხარჯი კიდე საპირისპიროა მისი. ანუ ხარჯი თუ იზრდება, მაშინ მოგება მცირდება და კაპიტალი მცირდება. შემოსავლები გახლავთ პასიური, იმიტომ რომ კაპიტალი პასიურია და მისი საწინააღმდეგო შემამცირებელი ანგარიში ხარჯები აქტიური უნდა იყოს. ორი ტიპი მაქვს, ხო? ხარჯები აქტიურია. თავიდანვე ეს შეხედულება ჩამოვიყალიბოთ. შემოსავლები და ხარჯები კაპიტალის ნაწილია. კონკრეტულად მოგების შემადგენელი ორი ნაწილია. კაპიტალი პასიური წყაროს ანგარიშია, პასიურია ის. ამიტომ შემოსავალი მისი ნიშნით ხასიათდება, შემოსავალი იზრდება, მოგება იზრდება. შემოსავალი პასიურია. ხარჯი მისი საწინააღმდეგოა. ანუ ხარჯი იზრდება, მოგება მცირდება. ამიტომ თუ შემოსავალი პასიურია, ხარჯი აქტიურია. და არასოდეს არ წარმოიდგინეთ, რომ ხარჯები აქტივებია, ხარჯი აქტივი არასოდეს არ არის. კარგით, ეხლა ცოტა გავაგრძელოთ ეს ჩვენ მარეგულირებელ კონტროლურ ანგარიშებზე საუბრობდით და აი ამ კონტროლურ ანგარიშების გახსნა ჩვენ შეიძლება ნებისმიერ ადგილზე დაგჭირდეს, ანუ ძირითადი ანგარიში აქტივები იქნება თუ პასივები, მათი გასწორება დაგჭირდეს, ესე დარეგულირება დაგჭირდეს. ამიტომ თუ კი აქტივებში იქნება გახსნილი მარეგულირებელი კონტროლური ანგარიში, ის იქნება კონტრაქტიული, ანუ აქტივების საწინააღმდეგო, თუ კი პასივებში იქნება გახსნილი კონტრპასიური. ჩვენ ძალიან იშვიათად გამოვიყენებთ ამ ტერმინებს. კონტროლურს გამოვიყენებთ შეიძლება, მაგრამ კონტრაქტიული, ასეთი სირთულეებით მე აღარ ვახსენებთ ამას. მაგრამ შინაარსი ესდევში. ძალიან მალე დღესვე ახსნით ჩვენ ამ საკითხს და კონკრეტულად გამოვიყენებთ ამ ანგარიშებს, აღარ გექნებათ მეტი გაუგებრობა. მაგრამ მანამდე უნდა ვისაუბროთ კიდე ერთ საკითხზე. ეხლა ასე სახელები რომ დავარქვათ მარტო ანგარიშებს, ჩვენ ხო ვთქვით რომ ყველა ანგარიშს აქვს დასახელება. მაგრამ ზოგჯერ ეს დასახელება დიდიც არის. და აი იმ ჩვენ რაც შეიძლება მობილურად უნდა ვატაროთ ჩვენი ინფორმაციები. აი უნდა შეგვეძლოს მისი მართვა ძალიან ადვილად. მერე ბუღალტერიაში იმდენი ჩანაწერი კეთდება, რომ მისი აი ამ მთელი სისრულით ჩაწერა ძალიან ტვირთავს ჩანაწერებს ბევრი ხდება ეს და მოსახმარად არ არის ის ესეთი ადვილი მობილური. ამიტომ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა როცა იგება, იქ გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდი, აი ამ სისტემატიზაციის, კოდირების მეთოდებია გამოყენებული, რომ შეამციროს აი შიგა შინაარსი და ის შინაარსი გამოხატოს გარკვეულ კოდებით. სისტემატიზაცია, კოდირება ყველგან ამას ემსახურება.
და მათ შორის ბუღალტერიაშიც. სხვა რამეშიც არის ეს გამოყენებული, ხო? და ბუღალტერიაში ძირითადად აი ამ ფორმით ვაგროვებთ ინფორმაციას. ესე იგი ჩვენ ბუღალტრულ აღრიცხვაში გვაქვს სპეციალური კოდები, სპეციალური ნომრები, ანუ სისტემატიზირებული გვაქვს ეს ინფორმაციები და აი ამ კოდებით ვახდენთ ინფორმაციების დაგროვებას. ახლა რისია ეს კოდი, ნომერი? ეს გახლავთ ანგარიშების. ესე იგი ჩვენ ვამბობთ, მაგალითად ჩვენ ორი ანგარიში გამოვიყენეთ. ფული სალაროში და ვალდებულება სესხი. და როცა გამოვიყენეთ ეს მაგალითში, ანგარიშს დავაწერეთ ეს თავზე. დასახელება მისი არისო ფული სალაროში. ან სასესხო ვალდებულება. აი ამ დასახელებებს ვიყენებთ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამაზე უფრო შემოკლებული ინფორმაციასაც ვადგენთ და უფრო ხშირად მოკლედ აი ინფორმაციებით ვატარებთ, აი იმ კოდებით ვატარებთ ინფორმაციას. ეს გახლავთ ანგარიშის ნომერი თვითონ. და თქვენ ზუსტად სახელმძღვანელოსთან ერთად დაგირიგდათ აი ასეთი ანგარიშთა გეგმა. ეს არის ანგარიშთა ნომრების კოდირებული სისტემა. ანგარიშთა გეგმა. აქ თქვენ ხედავთ ტექსტურ ინფორმაციასაც, დასახელებებია, მაგრამ წინ ყველა ანგარიშს, ესენი ყველა ანგარიშები გახლავთ, წინ ყველა ანგარიშს აქვს ნომრები. ჩვენ უმეტესწილად ბუღალტრულ აღრიცხვაში დასახელებებს ზოგჯერ საერთოდაც არ ვახსენებთ, მხოლოდ ნომრებით ვახდენთ ამ ინფორმაციების დაგროვებას და ჩანაწერებს, მოკლე ჩანაწერებს ვაკეთებთ აი ამ ნომრებით. ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ინფორმაციები უნდა დავალაგოთ სხვადასხვა ადგილზე და აი ამ დალაგებას სჭირდება ინფორმაციების გაგზავნა სხვადასხვა ადგილზე. და აი ამ მისამართს, როცა მიუთითებთ ჩვენ ოპერაციას, ესა ყველაზე მთავარი ბუღალტერმა რაც უნდა გააკეთოს და რომელიც არ უნდა შეეშალოს. ეს გახლავთ სწორი მისამართები მიუთითოს. აი ამ მისამართს ყოველთვის წინ უწერთ იმ ნომერს. ანუ ამ ნომერზე უნდა წახვიდე, ამ მისამართზე უნდა წახვიდე. ეს არის კოდირება სისტემა. ხო, დაგამშვიდეთ, რომ ამას თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა თქვენ არიზებირებთ და აი ეხლა ჩვენ შევეცდებით აი გაგაცნოთ ის მეთოდი, როგორ უნდა ვიმუშაოთ ანგარიშთა გეგმასთან, რას ნიშნავს ეს კოდირება. ეხლა გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ დასახელებას ვარქმევთ, რაღაც ვაწესებთ, რაღაც ნომერს უწესებთ მას, რომ ის დასახელება არ იქნას სულ ჩასაწერი. გარდა ამისა, ესე 4 ციფრის ჩაწერა უფრო ადვილია ვიდრე მთელი იმ ტექსტის, ხო? ეს ერთი რაიმეა, მაგრამ აი ამ კოდს აქვს თავისი მნიშვნელობა. პირიქით, ჩვენ დაზეპირება კი არ მოგვიწევს ძირითადად ამ კოდების. აი ეს კოდები მოგვეხმარება თვითონ მოვძებნოთ ის შინაარსი, რომელ ადგილით ჩვენ გვჭირდება ინფორმაციის წასაღებად. ამიტომ აი ეს თქვენ შეიძლება ერთი შეხედვით თქვათ, რატო გავართულეთ, კიდე ახლა ეს ციფრები ვიმახსოვროთ წინ რაც არის, ანუ ამდენი რაიმე უნდა დავისწავლოთ. არა, პირიქით, ეს კოდები ჩვენ მიგვაგნებინებს ზუსტად იმ ელემენტებს, იმ ჯგუფებს, იმ ადგილებს, სადაც უნდა მივიტანოთ ინფორმაცია. მე თქვენ გითხარით, რომ ანგარიშთა გეგმის დასწავლას არ მოგთხოვთ, მაგრამ აი იმ კოდების მნიშვნელობა უნდა გავარკვიოთ. ანუ 1-დან 9-მდე ამ ციფრების მნიშვნელობა აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, ამას დღესვე შევძლებთ, აქვე შევძლებთ. დანარჩენი მერე თავისთავად მოვა. ეხლა გავარკვიოთ, რას ნიშნავს, რატომ არის 4 ნიშნა კოდი. რატომ წერია წინ 4 ნიშნა ციფრი? რას ემსახურება ეს? ამას ყველას თავის დატვირთვა აქვს. რას ნიშნავს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე? პირველი, მაგალითად, აი ამ ანგარიშთა გეგმაში ერთიანით იწყება, ხო? 1000-ები, 1100 რაღაცა, მერე 2000-ები, 3000-ები და ასე მიდის. აი პირველი ნიშანი 4 ნიშნაში მაგალითად ერთიანი, თუმცა მან შეიძლება 2-იანიც იყოს, 3-იანიც და 9-მდე ნებისმიერი ციფრი. პირველი ნიშანი ელემენტის განაყოფის ნომერია. ჩვენ ვიცით ელემენტები, აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, შემოსავლები, ხარჯები. ესე იგი პირველი ნიშნით
გავარჩევთ აი ამას, რომელი ელემენტია. პირველი ნიშანი ელემენტის განაყოფის ნომერია, მაგალითად, ერთიანი არის აქტივის ნომერი. ესე იგი, თუ კი ერთიანით იწყება, ვიცით, რომ ეს აქტივებია. მეორე ერთის შემდეგ, ანუ პირველი ნიშნის შემდეგ, პირველი ციფრის შემდეგ, მეორე ეს გახლავთ ჯგუფის ნომერი. მაგალითად, ერთიანით დაწყებულ აქტივებში სხვადასხვა ჯგუფებია მოთავსებული. ერთი და მეორე ერთი, ეს გახლავთ ფული სალაროში. ერთი და მეორე ნიშანი, ერთი კი არა, უკვე ორი, ეს გახლავთ ფული საბანკო ანგარიშზე. ერთი და მეორე ნიშანი უკვე სამი, ანუ ის იცვლება უკვე მეორე. ყველა აქტივებია ესენი. პირველი ერთიანი სანამ დარჩება, ეს ყველა აქტივებია, მაგრამ მეორე ციფრი იცვლება და ის მეორე ციფრი მეუბნება. აქტივი კია, მაგრამ სხვა ჯგუფია უკვე. ანუ ჯგუფის ნომერს მინიშნებს ორიანი ამ შემთხვევაში. ისი ავიღეთ ჩვენ ორიანი, ანუ მაგალითად ავიღეთ. ესე იგი, ერთი და მეორე ციფრი უკვე ერთი დამჩა ეს ინფორმაცია, რომ ეს არის აქტივი. მაგრამ აქტივში რომელი ჯგუფი, ამას მეუბნება მეორე ციფრი. და მაგალითად ამ შემთხვევაში ორიანი მეუბნება, რომ ეს არის ფული საბანკო ანგარიშზე. ახლა რას აკეთებს მესამე და მეოთხე ციფრი? აი ეს მესამე და მეოთხე ციფრი არის თვითონ ანგარიშის ნომერი. კონკრეტულად ანგარიშის ნომერი. ანუ ამ შემთხვევაში ბოლო ორი ციფრი გახლავთ კონკრეტულად ანგარიშის ნომერი. და ამ შემთხვევაში ჩვენ ავიღეთ ბოლო ორი ციფრი 2 და 0 და ეს არის, ახლა როგორ წაიკითხება ეს? ერთიანი მეუბნება, ესე იგი ანგარიშის ნომერი მთლიანად იკითხება 1220. აი ეს არის სრულყოფილად ჩაწერილი, ის პირველი და მეორე ჩანაწერი არ იყო სრულყოფილი. 1220. ეს პირდაპირ ჩანაწერია, სადაც ერთიანი ნიშნავს, რომ ეს არის აქტივი, ორიანი ნიშნავს, რომ ეს არის ჯგუფი ფული საბანკო ანგარიშზე და კონკრეტულად 20 ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში. ანუ კონკრეტულად ეს ანგარიშია. ანუ მე შეიძლება მქონდეს ფული საბანკო ანგარიშზე, მაგრამ მქონდეს უცხოური ვალუტა, მქონდეს ეროვნული ვალუტა, მქონდეს რეზიდენტ ბანკში, მქონდეს არარეზიდენტ ბანკში და აი ეს ბოლო 20, ანუ 2 და 0 ნიშნავს, რომ ეს არის კონკრეტულად ეს ანგარიში. კიდე ერთხელ, პირველი ციფრი მანიშნებს, რომელი ელემენტია, რომელი ჯგუფია. მეორე ციფრი, რომელი ელემენტის განაყოფია, მეორე ციფრი მანიშნებს, რომელი ჯგუფია იმ ელემენტში. მესამე მეოთხე ციფრი მანიშნებს კონკრეტულად ანგარიშის ნომერს. ეხლა ჩვენ უპირველეს ყოვლისა, რაც ვიცით ჯერ, ისე ვიქ ვბრუნდებით. ჩვენ ვიცით, წარმოიდგინეთ ის პირველი ცხრილები, რომელიც თქვენ აკეთეთ. ჩვენ იქ შეგვეძლო გამოგვეყო აქტივი რომელი იყო, ვალდებულება რომელი იყო, კაპიტალი, შემოსავლები, ხარჯები და ოპერაციას რომ ავიღებდით, ამას ვახერხებდით ჯერჯერობით, ხოლო რომ ამ ოპერაციით რა იცვლება? აქტივი იცვლება, ვალდებულება, კაპიტალი, შემოსავალი თუ ხარჯიო, თანაც იზრდება თუ მცირდებაო. ესენი იყო რაც გავარკვიეთ აქამდე სავარჯიშოებში. დაახლოებით აქედან უნდა დავიწყოთ ახაც. მაგრამ ეხლა როცა ვარკვევთ, აქტივი იზრდება. დააკვირდით ახლა რა შეგვიძლია უკვე გავაკეთოთ? აქტივი თუ იზრდება, ესე იგი ერთიანი იზრდება. აქტივი არის აქტიურ ანგარიშებზე გამოხატული, ხო? აქტიური ანგარიში თუ იზრდება, მაშინ საით უნდა გავაკეთოთ ჩანაწერი? დებეტში. ესე იგი, მე უკვე ორი რაღაცა ვიცი. ვიცი რომ აქტივი იზრდება თუ ამას ვარკვევ. უნდა მივიდე ერთიანებში. თანაც აი იმ ერთიანებში უნდა მოვძებნო კონკრეტულად ის ჯგუფი, რომელი აქტივია და ჩანაწერი თუ მინდა გაზრდის გავაკეთო, იმ ანგარიშზე ჩანაწერი დებეტში უნდა გავაკეთო. აი რამდენიმე ვიცი უკვე. ეხლა ჩვენ უპირველეს ყოვლისა ამაზე ვიმუშავებთ ჯერჯერობით, რომ რომელი ელემენტები უნდა ანუ რომელი ელემენტი, რომელი კოდით არის გამოხატული. და შიგ ჯგუფებს მე მივხედავთ, ანუ პირველი ნიშანი, პირველი ციფრები. რას გამოხატავს? ძნელი არ არის, იმიტომ რომ ესეთი თანმიმდევრულობით მივყვებით. და ზუსტად ამაზე ვიმუშაოთ ეხლა.
ერთიანით დაწყებული. დანარჩენი ციფრები ნულებია შიგ ჩასმული. ანუ ერთიანში რაც შევა, 1000-ებში რაც შევა, ეს იქნება აქტივები, ოღონდ მოკლევადიანი აქტივები. ესე იგი, აქტივები შიგნით ორ ჯგუფად გვაქვს გაყოფილი. მოკლევადიანი და გრძელვადიანი და ეს იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაცია. ჩვენ ყველაზე ხშირად მოგვიწევს აქტივებში მუშაობა. ყველაზე ბევრი ჩანაწერები აქტივებში მოხდება. ამიტომ აქ ბევრი ჯგუფია შიგ და ამას დაეთმო ორი ციფრი. ერთიანიც და ორიანიც დასაწყისში აქტივებს ეკუთვნის. ნახეთ 2000-ებში გრძელვადიანი აქტივები. გავჩერდეთ აქ. ესე იგი, ყველა ანგარიში, რომელიც დაიწყება 1-ით ან 2-ით, ყველა იქნება აქტივების ანგარიში. ახლა შევაბრუნოთ ეს. მე მაქვს ხელში სამეურნეო ოპერაცია, რომელშიც ხედავ, გებულობ, რომ აქტივი შეიცვალა, გაიზარდა ან შემცირდა. მაშინ სად უნდა წავიდი ანგარიშებში, რომელ ანგარიშზე უნდა მივიტანო? ვეძებ, აი აქ. აქ ძალიან ძნელია ამის მოძებნა. დავუშვათ ფული იყო ეს, დავუშვათ მარაგი იყო ეს. გაიზარდა ან შემცირდა. ძირითადი საშუალება იყოს და ახლა ხო არ დავიწყებ ყველაფრის წაკითხვას. არ დავიწყებ და რატო არ დავიწყებ? მე ვიცი რომ ერთიანში ან ორიანში უნდა ვეძებო ეს. და დანარჩენს არ დავიწყებ. წინა ციფრი რომელიც იქნება ერთიანი ან ორიანი იქ. მაგრამ ახლა როგორ რომელში ერთიანში თუ ორიანში? აი ეს უნდა გადავწყვიტოთ. აი ეს არის პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგათ. ერთიანში მოვეძებ ისეთი აქტივების ჯგუფებს, რომლებიც გახლავთ მოკლევადიანი და რას ნიშნავს ეს მოკლევადიანი. თუ კი აქტივი თავისი შინაარსით, დანიშნულებით იმისთვის მაქვს მე რომ 1 წლის განმავლობაში უნდა იქნას ის გამოყენებული და უნდა გადაიქცეს, ასე ვთქვათ, ამ ციკლში, ამ მოძრაობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა 1 წლის განმავლობაში, დაიხარჯოს, ასე ვთქვათ, მარტივად, მაშინ ასეთი აქტივები მოკლევადიანებია. ანუ ერთიანებში უნდა ვეძებო და ორიანებში უნდა ვეძებო უფრო გრძელვადიანი აქტივები. მაგალითად, განსხვავება რო უცებ ნახოთ. მაგალითად, მარაგი იმისთვის ვიყიდე, რომ გავყიდო, თანაც 1 წლის განმავლობაშია ძირითადად ის და მოკლევადიანია თავის ბუნებით. ფული სულ მოკლევადიანია. მოთხოვნები მოკლევადიანია ძირითადად გაყიდვებთან დაკავშირებული მოთხოვნები. აი გრძელვადიანის ისენია მაგალითებია. თქვა ძირითადი საშუალებები. ძირითადი საშუალებები ყველა ვარიანტში გრძელვადიანია. ანუ 1 წლის განმავლობაში კი არა, უფრო დიდხანს გამოიყენება ჩემთან. თან კი არ იყიდება, გამოიყენება. ასე არის მაგალითად გრძელვადიანი გასესხებული ფული თუ 1 წელზე მეტი ვადით გავასესხო, მაშინ გრძელვადიანია. გრძელვადიანი დაბანდებული ინვესტიციებს რო გავაკეთოთ, ესენი ყველა გრძელვადიანია. ანუ ესეთი მაგალითები მოვიტანეთ, თორე ცალ-ცალკე უნდა ვნახოთ ეს ყველა რა შედის ამაში. ანუ თავისი ბუნებით აქტივები არის მოკლევადიანი ან გრძელვადიანი. მოკლევადიანია ისინი, რომელიც გამოიყენება და აიხარჯება 1 წლის განმავლობაში და ასეთი ჯგუფებია ცალკე კვალიფიცირებული, რომ ტიპიურად ასეთია ის, რომ 1 წლის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. ხოლო არის ისეთი აქტივები, რომელიც ტიპიურად გრძელვადიანია. მაგრამ ეხლა ტიპიურად რომ ვამბობ, ძირითადი საშუალება მოკლევადიანი არასდროს არ იქნება და არც მარაგი გრძელვადიანი არასდროს არ იქნება. არც ფული გრძელვადიანი არასდროს არ იქნება. მაგრამ მოთხოვნა შეიძლება მოკლევადიანიც იყოს და შეიძლება გრძელვადიანიც. გააჩნია ხელშეკრულებაში რა ჩაუწერე. გასესხებული ფული შეიძლება მოკლევადითაც გავასესხო და შეიძლება გრძელვადითაც, ხო? ამიტომ ჩვენ აი ამ ჯგუფებში მოკლევადიანებში და გრძელვადიანებში შეიძლება ერთნაირიც კი შევხვდეს. მაგალითად მოთხოვნა არის მოკლევადიანში და არის გრძელვადიანში, მაგრამ აი ზუსტად ამით განსხვავდება. რამდენი ხნის განმავლობაში ველოდები მისგან ამას. ესე იგი ჩვენ აქტივებში გვექნება ანგარიშები, რომლებიც დაიწყება ან ერთიანით, ან ორიანით. ახლა შევაბრუნოთ. ესე იგი თუ კი ანგარიში იწყება 1-ით ან 2-ით, ის ყველა ვარიანტში აქტივია. ოღონდ 1-ით დაწყებული მოკლევადიანი აქტივია, 2-ით დაწყებული გრძელვადიანი. რთულია ახლა ეს. 1 და 2 არასოდეს არ იქნება არც ვალდებულება, არც კაპიტალი, არც შემოსავალი, არც ხარჯი. ტყუილანუ ეძებ ამას იქეთ. 1 და 2 ყველა ვარიანტში აქტივები იწყება. ასევე გახლავთ ვალდებულებები. ანუ აქტივს და ვალდებულებას აქვს ეს გაყოფა, სხვას არ აქვს. ესე იგი ვალდებულებებშიც არის 2 ციფრი გამოყენებული, 3-იანი და 4-იანი. 3-იანი მოკლევადიანი ვალდებულება გახლავთ და 4-იანი გრძელვადიანი ვალდებულება.
ესე იგი წინა ციფრი 3 და 4 ეკუთვნის ვალდებულებებს. 3-იანი მოკლევადიანი მარტივია ძალიან. ერთ წელიწადში გადასახდელი ვალები, გასასტუმრებელი ვალები არის 3-იანებში. ერთი წლის მერე გადასახდელები 4-იანებში. ესე იგი, პირველი ციფრები 1 და 2 ეკუთვნის აქტივებს, 3 და 4 ვალდებულებებს. 1 მოკლევადიანი აქტივია, 2 გრძელვადიანი, 3 მოკლევადიანი ვალდებულება, 4 გრძელვადიანი. ციფრი 5-ით ყოველთვის იწყება კაპიტალი. ანუ კაპიტალის ანგარიშები მხოლოდ 5-იანებში იქნება. აქ აღარ აგვაქვს აყოფა. კაპიტალი ყოველთვის გრძელვადიანი. კაპიტალის ანგარიშები ყოველთვის 5-იანებში იქნება. 6-იანით დაიწყება საოპერაციო შემოსავლები. ანუ ჩვენ რომ გაყიდვებიდან, ჩვენი ძირითადი საქმიანობიდან შემოსავლებს ვაფიქსირებთ, ისინი ყველა ასახული იქნება 6-იანებში. კიდე ერთხელ, ამას ვეძახით საოპერაციო შემოსავლები. ხომ ვახსენეთ აქამდე არასაოპერაციო შემოსავალი და ხარჯებია. ანუ ჩემი ძირითადი საქმიანობის შემოსავალი და ხარჯი კი არა, რომ მოყვა ამ პროცესებს. მაგალითად, გავაქირავე რაღაცა, გავასესხე რაღაცა, ან პირიქით ვიქირავე ვისესხე. ასეთია არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები. მაგრამ დანარჩენი ყველა ის, რასაც ჩემი საქმიანობიდან ვიღებ ძირითადად, ესენი ყველა გახლავთ საოპერაციო შემოსავლები და საოპერაციო ხარჯები. საოპერაციო შემოსავლები იქნება ყველა 6-იანით დაწყებული. 7-იანით იქნება ყველა საოპერაციო ხარჯი. ესე იგი, ჯერ საოპერაციოებს მოვილებთ. ესე იგი, ყველაზე ხშირად ჩანაწერების გაკეთება მომიწევს 6-იანებში და 7-იანებში, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ასეთ შემოსავლებთან და ხარჯებთან მექნება საქმე. არასაოპერაციოები შედარებით იშვიათად არის. იმიტომ რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს არის. შემოსავლები 6, ხარჯები 7. არასაოპერაციო ხომ გითხარით, ბევრი არ არის და ამიტომ გაიყო არასაოპერაციოებმა ერთი ციფრი 8-იანი. 8 და 1, ანუ 8100-ზე არასაოპერაციო შემოსავლები გვაქვს და 8200-ზე არასაოპერაციო ხარჯები გვაქვს. ესე იგი 8-იანი ეკუთვნის არასაოპერაციო შემოსავლებსა და ხარჯებს. 8100 არასაოპერაციო შემოსავალი, 8200 არასაოპერაციო ხარჯი. ამის გარდა გვაქვს კიდე რაღაცა ძალიან იშვიათი. ესეთი განსაკუთრებული, რომელიც შეიძლება არც მოხდეს წლების განმავლობაში, მაგრამ რომ მოხდეს, ამისთვის არის ანგარიშები და ეს გახლავთ განსაკუთრებული შემოსავლები და ხარჯები. და იქაც ერთი ციფრია გამოყენებული 9-იანი. აი 9-яნის გამოყენება თითქმის მთელი წლის განმავლობაში არ გვიწევს, ძალიან იშვიათად. ამიტომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა აქამდე რაც ვახსენეთ ამ ციფრებით მუშაობთ და 9-იანს ძალიან იშვიათად, მაგრამ როცა მივალთ იქ, როცა ამას გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, იქ დაწვრილებით ავხსნით რა არის ეს. 9-იანი გამოიყენება განსაკუთრებული შემოსავლებისა და ხარჯებისათვის. ხელ ვიმეორებთ. 1-იანით, ანუ 1000-ები, 2000-ები გახლავთ აქტივები, 1-იანით მოკლევადიანი, 2-იანით გრძელვადიანი. 3000, 4000-ები გახლავთ ვალდებულებები, 3-ით მოკლევადიანი, ანუ 1 წელში გასასტუმრებელი და 4-ით გრძელვადიანი. 5 ყოველთვის კაპიტალს ეკუთვნის. 6 ეკუთვნის ყოველთვის საოპერაციო შემოსავლებს, 7 რეალიზაციიდან დიახ, 7 ეკუთვნის ყოველთვის საოპერაციო ხარჯებს, ანუ მასთან დაკავშირებული ხარჯები რაც იქნება, მაგრამ 7 არა მარტო თვითღირებულების ხარჯებს ეკუთვნის. მაგალითად, რომ გავყიდეთ საქონელი და საქონლის ღირებულების ხარჯი მარტო კი არ არის 7. მაგალითად, მთელი ადმინისტრაციის ხარჯი, მთელი მიწოდების ხარჯი, ყველა 7-იანში შევა. იმიტომ რომ ეს იყო ყველაფერი შევა ამ 7-იანში. ესე იგი, 6 არის ჩემი საოპერაციო შემოსავლები, 7-იანში იქნება ყველა საოპერაციო ხარჯები და შიგნით კიდე რაღაც დაყოფები გვექნება, იმიტომ რომ ბევრნაირია ეს და მე შიგნით დავყოფ. თქო, ვიცი რომ 7 აწერია თავში, აქ არის ყველა საოპერაციო ხარჯი. 8-იანს იყოფს არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები და 8100 არასაოპერაციო შემოსავალი, 8200 არასაოპერაციო ხარჯი. 9-იანი განსაკუთრებულისთვის.
ეს იყო ამ სლაიდის საქმე, რომ ჩვენ გაგვერკვია, აი ეს კოდირება როგორ ხდება. ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მხოლოდ პირველ ნიშანზე ვისაუბრეთ. ანუ ელემენტის ნომერზე. ეხლა აქედან დაგისვამ შეკითხვას. 4-იანი რომელი ელემენტს გამოხატავს ვალდებულებას? 5-იანი კაპიტალს, 7-იანი ხარჯებს, 2-იანი აქტივებს. ხო, ანუ ელემენტის ნომერია, მაგრამ ელემენტი აქტივები გამოხატულია 1-იანითაც და 2-იანითაც და განსხვავება არის მოკლევადიანი, გრძელვადიანი. მოდი ასე ვთქვათ, საერთაშორისო ანგარიშთა გეგმა არ არის არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით დამტკიცებული. ანუ საერთაშორისო სტანდარტები არ მუშაობს ესეთ წვრილმან საკითხებზე. ისინი მუშაობენ შინაარსობრივ საკითხებზე, რომ შინაარსით იყოს აქტივი რომ იყოს, ყველასთვის აქტივი, ანუ ყველამ ერთნაირად უნდა აღიქვას აქტივი, თორე რომელ კოდს, რომელ ნიშანს მიანიჭებს ეს ქვეყნების ჩვენ სხვა ქვეყნებიდან გადმოვიტანეთ ეს პრაქტიკა, თუმცა შეიძლება რომელიმე ქვეყანაში ეს იყოს სხვა, გარდა ამისა. აი პირველად როცა მოხდა ამ ანგარიშთა გეგმა, სხვადასხვა ეს ანგარიშთა გეგმა კანონის მიხედვით მიღებული გახლავთ და სარეკომენდაციოდ შემოთავაზებული ყველას, ოღონდ კანონით დამტკიცებული. ჩვენ რა შეგვიძლია და რა დონემდე უნდა დავიცვათ ეს ანგარიშთა გეგმა. აქ წარმოდგენილი ყველა ანგარიშები, რომელსაც აქ მინიჭებული ნომრები, ასე უნდა დავტოვოთ. ანუ ჩვენ მას ნომერს ვერ შევუცვლით, ვერ გადავარქმევთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თავისუფლება ამ ანგარიშის შიგნით რამდენი წმინდა იმდეს გავხსნით. დავაწვრილმანებ შიგ კიდე და მე დავარქმევ იმას სახელებს, ოღონდ ჯგუფს არ უნდა ხო ცილდებოდეს ის. იმ ჯგუფში შემავალი უნდა იყოს ის. და მე მაქვს ეს თავისუფლება და ჩვენ ამ თავისუფლებას აქ გამოვიყენებთ პრაქტიკაში, გავხსნით რაც დაგჭირდება. მაგრამ ეს არის სარეკომენდაციო. სხვადასხვა თავის დროზე, როცა პირველად იდგა ეს საკითხი, რომ უნდა მიგვეღო თუ არ უნდა მიგვეღო ესეთი სარეკომენდაციო ესა, ყოველთვის იყო ჩვენი პრაქტიკა ამაზე დაფუძნებული, რომ სახელმწიფო იღებდა ასეთს და მიჩვეული იყო სპეციალისტები, რომ აუცილებლად უნდა ქონოდათ მათ რაღაცა ისეთი, რომელიც სამოქმედო იქნებოდა და მერე გააგრძელებდა თვითონ. ამიტომ მიღებული იქნა ეს, როგორც ერთიანი სამოქმედო. თუმცა ჩვენივე ქვეყანაში აი ამ კოდების გამოყენება უფრო ხდება ბიზნესებში, ანუ კერძო სამართლის სუბიექტებში ძირითადად, თუმცა საბანკო სტრუქტურა ცოტა განსხვავებული ნომრებს იყენებს. განსხვავებული ნომრებს იყენებს ბიუჯეტი, საბიუჯეტო ორგანიზაციები. და ეს შეიძლება დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით არის დაშვებული, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენებს განსხვავებულ შინაარსს. ანუ შინაარსი აქტივები ვინმე შეცვალოს. მარაგი სხვა რამეს დაუძახოს. ძირითად საშუალება სხვა რაიმეს უწოდოს და ის წესები, რომელიც სტანდარტს აქვს დადგენილი, ის რაიმე შინაარსი შეიცვალოს, ეს არ არსებობს, მაგრამ პირობითია ეს ნომრები და შეიძლება სხვადასხვა სფეროში ეს ნომრები სხვადასხვანაირად იქნას გამოყენებული. ძირითადად კერძო სექტორში გამოყენებულია ყველგან ეს. განსხვავება ჩვენს რეალობაში დღეს არის ეს საბანკო სტრუქტურა იყენებს განსხვავებულ ნომრებს და იყენებს საჯარო სექტორი, საბიუჯეტო ორგანიზაციები კიდე განსხვავებულ ნომრებს. მაგრამ ნომერი რას წარმოადგენს, შინაარსი ყველგან ერთნაირი იქნება. არ შეიძლება ძირითადად საშუალება განიმარტოს სხვანაირად რომელიმე ადგილზე, ან რომელიმე ქვეყანაში. ყველგან ერთნაირია. პირობითია ეს ნომერი. ესე იგი ჩვენ ვიმუშავეთ მხოლოდ პირველ ნომერზე და ეს გახლდათ ელემენტის განაყოფის ნომერი. დანარჩენები თანდათანობით უნდა შემოვიტანოთ ახლა. მე ახლა ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. 4-იანებში მოთავსებული ანგარიშები აქტიურები იქნება თუ პასიურები? აბა კარგად გავიაზროთ, 4-იანები გახლავთ ვალდებულებები, პასივებია და ანგარიშები იქნება პასიურები. კარგით. შემოსავალი გამეზარდა 6-იანში დებეტში უნდა ჩაიწეროს თუ კრედიტში? შემოსავალი გამეზარდა 6-იანი გახლავთ შემოსავალი, ანუ პასიური ანგარიში და თუ გამეზარდა კრედიტში უნდა ჩაიწეროს. მოთხოვნა მეზრდება
რომელ ანგარიშით უნდა დავიწყო, რომელი ნომრით უნდა დავიწყო ანგარიში. მოთხოვნა მეზრდება მიწოდებით, ერთიანით უნდა დავიწყო. თუ მეზრდება, დებეტში უნდა ჩავწერო თუ კრედიტში? დებეტში უნდა ჩავწერო, იმიტომ რომ მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოშობილი მოთხოვნები თავისი ბუნებით მოკლევადიანი. ანუ წლამდე, ანუ არავინ არა ისე რომ მეორე წელს გადამიხადე, ხო? გარიგებები არის თავისი ბუნებით მოკლევადიანი.